ჩემი თვალები გარეუბნის ქალაქებით აცარიელებული შეხედე, ხოლო ფერები დარჩა, სხვა არაფერი და ასე ფერების ამალად დარჩენილი თვალებით ვიყურები ფანჯრიდან, საიდანაც სრული სიცარიელი ჩანს და სადაც ვიცი, რომ შენ არასდროს გამოვლი. ეძღვნება მარიკოს. ძირთადად არის სილუეტი ადამიანის და რეპტილიის, არის პლასტიკა და არის ის, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს შემდგომ. ეს პასუხობდა ყველაფერს უკვე. მე დარწმუნებული ვიყავი მათ პროფესიონალში. საინტერესო არის, რომ ყველაფერი გამომდინარე მხატვრისგან არის და ყველას თავისი ხედვა აქვს და ყველა თავისებურად ხატავს. მსახიობის, რეჟისორის, მხატვარის, მუსიკოსის და თვითონ ჯგუფი გამოვიდა ძალიან კარგი რა. საკმაოდ მაყოფილი ვარ მე თვითონ და მოლოდის კიდე მე მგონი გადააჭარბა. ტატომ შექმნა ტექსტი, რომელიც პრინციპში ჩემთვის დოკუმენტური არის რა, დოკუმენტურ მხატვრული. ნახატიდან გამომდინარე შეიქმნა თავისთავად ტექსტი, ხო? ეგრე იყო. კი, ნახატიდან გამომდინარე. ეს პროექტი საინტერესოა იმ მხრივ, რომ გაქვს ნახატი, მხატვრის შესრულებული სურათი, რომელსაც შემდეგ შენ უკეთებ ინტერპრეტაციას, როგორც შენ გინდა. ეს ნახატი როგორც დავინახეთ ჩვენ, ისე გავაკეთეთ ყველაფერი და ტექსტზე მუშაობის დროს, რა თქმა უნდა, გამოვიყენე რაღაც პირადი რაღაცები გამოვიყენე და მაგას დავეყრდენი და როცა ვნახე სურათი მივხვდი, რომ ეს ჩემთანაც ხდებოდა მსგავსი რაღაცა, რაც ავტორთან, ხო, მხატვართან. და შესაბამისად არ გამჭირვებია და ვიხელმძღვანელე ზუსტად ისე, როგორც იხელმძღვანელობა მხატვარმა, ხო, როგორც ხელმძღვანელობენ მხატვრები. მე გეძებდი, დიდი ხანი გეძებდი, შენ სუნს დავყვებოდი, მინდოდა გენახე, სადმე, თუნდაც ქუჩის კუთხეში და თვალებში ჩაგეხედა. მე მინდოდა შენს თვალებში ჩამეხედა საკუთარი ანარეკლის სანახავად. მე ვიცოდი, რომ იქ მე არ ვიყავი, იქ ვიღაც სხვა იყო, ვიღაც სხვა იდგა. ასე მგონია დიდი ხნის წინ შევხვდით ერთმანეთს და მას შემდეგ შენ ზიებაში ვარ. ასე მგონია შენი ხორცი დავყნოსე და მას შემდეგ შენი სუნი სამუდამოდ დავიზეპირი. მე შენ სუნს გრძნობ. აქ შენი სუნი კი ყველაზე მძაფრია. როცა მხატვარი ხატავს, მან არ იცის რას ხატავს. ძირითადად ესეა ხოლმე ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და მე როცა წერდი ტექსტს, წერდი სრულიად გაუაზრებლად, ცივი გონებით, რომ რაც შეიძლება მიახლოებული ყოფილიყო აი ხატრულ ენასთან რა. და შევქმენი მალევე და შექმნაში დამეხმარა კიდე ძალიან როგორც პირადი რაღაც მდგომარეობა, ასევე ბათუმი. გარეთ გავიდე, დავტოვო სახლის ნაცრისფერი კედლები და გავიდე ქუჩის სივრცეში. დავტოვო ფაიფურის კედლებში ჩაკეტილი ქოთნის ყვავილები, დავტოვო ტარაკნები და მათი შესაძლო გადაადგილების ტრაექტორია. დავტოვო ფეხსაცმელი, რადგან მე ვიცი მათ გარეშე ფეხში შველიც კი უკეთ გავივლი გზებს. დავტოვო ტანსაცმელი, მაისურები, ტრუსები, შარვლები. მინდა დავდგე და ვიარო და ყველას ვაჩვენო ჩემი სხეული. სივრცე პრინციპში უკვე შერჩეული იყო და როცა მოვედით და ვნახეთ, ძალიან მომეწონა მე. სივრცემაც ძალიან დიდი გავლენა იქონია, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ცივი კედლები, ცივი გარემოა, ტექსტშიც იგრძნობა ეს რაღაც. ყველაზე მეტად ამ პროექტის ხიბლი, ასე ვთქვათ, არის ის, რომ პროცესია, სადაც ერთად ვაკეთებთ, ერთად ვქმნით, ამ შემთხვევაში პერფორმანსი დავარქოთ ამას. არ ყოფილა ესე ცალკე, რომ მე რაღაც გამეკეთებინა, კი, ტატომ კი დაწერა ცალკე ტექსტი, მაგრამ შემდეგ ამ ტექსტზეც ერთად ვიმუშავეთ, ესე ვთქვათ რა. ისევე როგორც განათებაზეც, მუსიკაზეც, ეს ინსტალაციაც ერთად შეიქმნა რა, ესე ვერ გამოვყოფდი, რომ მე გავაკეთე ან ტატომ. ყველაფერი გაკეთდა ერთობლივად. ძალიან დიდი სიამოვნებაა და
ალბათ ყველაზე მეტად აი ჭეშმარიტება იბადება აი აქ ესე სპონტანურად და აი ეს არის ნამდვილი და ნაღდი. ესე თქვა ძალიან ბედნიერი ვარ. ეხლაც კი ჟრუანტელი მივლის და ისე მიხარია რომ ამასთან ერთად ბიჭებთან ერთად ვითანამშრომლეთ და რა ვიცი. კი, ჩემთვის დიდი სიამოვნებაა პრინციპში ეს იმპროვიზაციული მომენტიც. აქვე იბადება ეს ყველაფერი მუსიკა. წინასწარ დაგეგმილი არაფერი არ ქონდა რომ თქვა ამ დროს ეს დავუბრუნდეთ. უბრალოდ ერთმანეთის ენერგიების გაცვლა იყო რა ძირითადად. როგორც ისინი ამბობენ ამ ტექსტს, უნდა მიყვე ამ მუსიკით რა, იგივე იმ ტექსტს რომ არ შეუშალო ხელი და პირიქით ერთმანეთს ურთიერთთანამშრომლობა. ჩვენ ამ შემთხვევაში ვიყავით ფონი და ვცდილობდით რომ აი დავხმარებოდით, როცა ესეთ ადგილას ესეთ მისიას ასრულებ, უნდა ეცადო არა წინ გამოხვიდე, უბრალოდ აი დაეხმარო ამ პროცესს, რომ ის გამოჩნდეს უკეთ. და მისი ნაწილი გახდე აი ჩუმად და წყნარად, ესე ვთქვათ. შეუმჩნევლად. გაიხსენე როგორი იყო დასაწყისი. როგორ მარცვლავდი სიტყვებს. როგორ მარხავდი ქვებს ქუჩებს შორის. Своим участием в этом проекте я обязана. Ამ პროექტში მონაწილეობა ფირმა Georgian Art House-ის დამსახურებაა, რომელიც ჩემს ნახატებს წარმოადგენს საქართველოში. პროექტის ორგანიზატორებმა ჩემი ნამუშევრები ამ ორგანიზაციის საიტზე ნახეს. შემომთავაზეს მონაწილეობა, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მაინტერესებდა რა შედეგს მოგცემდა ხელოვნების დარგების სინთეზი, ასეც გამოვიდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთელი უფრო მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების ჯამი. ხელოვნების სხვადასხვა დარგები ერთმანეთს ავსებდნენ. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო მუშაობის პროცესი. Дополняют и было очень интересно работать. კომპოზიციურად ისე არის გადანაწილებული ტილოს რო შევხედოთ არის პირველი სცენა, ხო? პირველი კომპოზიცია მეგობრებთან ერთად არის ადამიანი, მე რაღაც მარტო რჩება და მე საერთოდ სადმინდის კაცმა არ იცის. და გამომდინარე აქედან რომ ეს რაღაც გაქრობა არის ძალიან ბევრი რაღაცა და მოჩვენებითი არის რეალურად ბევრი რაღაც და მათ შორის სიტყვაც და ტექსტის იმპულსის წამოვიდა მანდედან ტექსტს არის სულ დაივიწყეო და მე გაიხსენე ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები ვათამაშე ერთმანეთთან და თავარი ერთი სიტყვა რა შეიძლება ეს ტილოს ამივე ჩავატიოთ არის დრო როგორ ზემოქმედებას ჩვენგან დამოუკიდებელ ზემოქმედებას დრო ახდენს და დროსთან მიმართებაში ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი სხეულით და ჩვენი სიტყვით თან არ არის ლოგიკური ტექსტი ეს ლოგიკურად არ ებმის რომ ანუ დაივიწყე ყველა სიტყვა რომელსაც მოგწერო და ანუ ახლა უნდა დავივიწყო მე როცა მომწერ დავივიწყო თუ ანუ რა მდგომარეობაში მაგდებს ავტორი და მე თვითონ ჩავიგდე ჩემი თავი ამ მდგომარეობაში და გამოვიდა ეს რაც გამოვიდა აი მუსიკაზე პირველად როდესაც მოვისმინეთ უკვე ამ სივრცეში ტექსტთან ერთად და აი ამ კომპოზიციებთან ერთად მე თვითონ შინაგანად უკვე ჩემს დაწერილ ტექსტზე მეტად იმპულსს და მუხტს მაძლევდა მუსიკა ის კომპოზიცია რაც და ის რაც ქსოვილიც თვითონ მუსიკას ჰქონდა და მე ჩემ თავშიც გავატარე ეს რომ მე დამოუკიდებლად იმ მისგან კომპოზიტორისგან და მან ჩემგან დამოუკიდებლად ერთი დროის რიტმი ვიპოვეთ და ვფიქრობ რომ ზუსტად ვეცადეთ ჩვენ რომ ზუსტ სინთეზში ყოფილიყო ეს შინაგანი ტექსტუალური რიტმი და მუსიკალური ქსოვილის რიტმი რამდენად ხშირად ათვალიერებ ოჯახურ ფოტოალბომს რას გძნობ როცა უყურებ
გინდა საძინებელ ოთახში დაკიდო. თუ გინდა, ნაკუწებად აქციო. Я прочитала текст за 20 минут до перформанса. Ну, то есть ტექსტი წარმოდგენამდე 20 წუთით ადრე წავიკითხე, უფრო სწორად მითარგმნეს. მანამდეც მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ლამაზი ტექსტია. ჩემთვის მოულოდნელი იყო ჩემი ნახატების ასეთი წაკითხვა, თუმცა მეც მაყურებლის მსგავსად ვუყურებ და ვცდილობ ამოვიცნო რაზეა იგი. სხვა რამის დახატვას ვაპირებდი, მაგრამ კიევიდან წამოსვლამდე 2 დღით ადრე ძილის წინ დავინახე ეს სამი სურათი და მივხვდი, რომ ეს ის არის. 3 დღის წინ, როდესაც მუშაობას ვამთავრებდი, სანაპიროზე გავედი მარტო. იქ მტრედები დადიოდნენ და მოხუციც იდგა. მივხვდი, რომ ყველაფერი იდეალურად დაემთხვევა ერთმანეთს. საინტერესო გამოვიდა წარმოდგენა, მუსიკა, ტექსტი, ისინი არ არიან ილუსტრაციული, არ იმეორებენ ნახატს, არამედ პაზლის მსგავსად ავსებენ მას და საბოლოოდ გაცილებით საინტერესო მოზაიკას ვღებულობთ. როგორც ხვდები, ასეც იყო ჩაფიქრებული პროექტი. ეს ფასეული გამოცდილებაა ჩემთვის როგორც მხატვრისთვის და ვფიქრობ, დანარჩენებისთვისაც სასარგებლო იქნება. Это тоже что-то очень ценное принесет. დაივიწყე. დაივიწყე? დაივიწყე. 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 ბევრი რამ მოხდა, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. ეხლა რომ ვფიქრდები მუშაობის პროცესში მოხდა საოცარი გარდასახვა ხელოვანების. იმიტომ რომ ჩამოვიდნენ ელოდნენ რაღაცა სხვას, დახვდათ სულ სხვა მოცემულობა და გარემო, მე რაღაცაად განმარტოვდნენ ყველამ და დადეს ძალიან კარგი რეზულტატები. რაც აი იმედი მაქვს რომ არ დაიკარგება რეალურად ეს იმედი მაქვს რომ სადღაც სივრცეში დარჩება ეს ყველაფერი. ტილოებზე ბუნებრივია დარჩა, მაგრამ გვინდა რომ რაღაცნაირად შევკრათ ეს ყველაფერი და აი სოციალურ ქსელებში ან სადღაც ეს ყველაფერი შევიტანოთ ან ვიდეო არტის სახით ან რაღაც ან დოკუმენტური ფილმის სახით. იმიტომ რომ რეალურად აქ მთავარი პროცესები მოხდა, სხვადასხვა ესეთი ინგრედიენტები ერთმანეთში აირია, მაგრამ და ჩვენ მაყურებლებმა ეს ყველაფერი დავაგემოვნეთ, ასე ვთქვათ, ხო? და იმედი მაქვს რომ საერთო ჯამში მაყურებელმა მიიღო სიამოვნება და მიიღო რაღაცა სიახლე, იმიტომ რომ ეს ჩვენ ყველას გვჭირდება მსგავსი მიდგომა ხელოვნების. გამოცდილება გვკარნახობს, რომ შემოქმედებითი პროექტებისათვის თანხების მოძიება ძალიან რთულია. ლაბორატორია 2.20 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა. ძალიან რთულია, როცა მცირე ბიუჯეტით აკეთებ მსგავს პროექტებს. არ ვიცი, ალბათ მე ვერ დავაჯერე ვიღაცებს, რომ ეს აუცილებელი. ალბათ მე არ ვარგივარ ამისთვის, ამ ახსნისთვის ალბათ. მე უფრო ალბათ პრაქტიკოსი ვარ, ვიდრე რაღაცა მე მიყვარს უკვე გაკეთება საქმის. რეალურად გულსაწყენი არის. მაგრამ ამ ქვეყანაში აი ეს მიმართულება არ არის განვითარებული გულახდილად რომ ვთქვათ. ან განვითარებულია მარტო იმ სფეროებში, მაგალითად კინოში, ან რაღაც ისეთ სფეროებში, სადაც ვიღაცას რეკლამის განთავსება უფრო შეუძლია და უფრო მასებს შეუძლია ნახოთ ეს ყველაფერი. ეს მაინც არის არსებობს ორი ტიპის შემოქმედება. ერთი ტიპის შემოქმედება არის, რომელიც პროდუქტს ქმნის, კარგს, ცუდს, გენიალურს თუ ასე შემდეგ და არსებობს შემოქმედება, რომელიც ქმნის საგანს და მიმართულებას და ხელს უწყობს მიმართულებას და ხელს უწყობს რომ ის სფეროები განვითარდეს. Are you really here? ეს მართალია. მართალია. ეს მართალია. შენ ხედავ ადამიანურ ფორმას, როგორც მსხვერპლის ამ მსხვერპლოზე, როგორც პატარძალი ჯვრის წერაზე, როგორც სიკვდილ მისჯილი ეშაფოთზე. Are you really here? Are you really here? Ha! სიჩუმე, ეს მართალია. მართალია. ეს მართალია. შენ ხედავ ადამიანურ ფორმას, როგორც მსხვერპლის ამ მსხვერპლოზე, როგორც პატარძალი ჯვრის წერაზე, როგორც სიკვდილ მისჯილი ეშაფოთზე.
This is the dark. You are born into the dark. The dark. The dark. The dark. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს სფეროების განვითარებას, რაც არის ყველაზე არაპოპულარული შეიძლება ვიღაცებისთვის, იმიტომ რომ კაშკაშა რაღაცა ისეთი ფერადოვანი ფართე მასებისთვის უფრო მომხიბვლელია. ალბათ ბუნებრივად ეგრეც არის. ჩვენ ალბათ გვჭირდება არა ისეთი ტიპი, რომელიც დაუშვათ ბიზნესს ხედავს ამაში და მის სარგებელს, არამედ ადამიანი, რომელსაც უყვარს ეს საქმე და თulis და გრძნობს, რომ უნდა ამაში თანამონაწილეობის მიღება და უნდა ამ სფეროების ხელშეწყობა. ისევე როგორც ყველა აქ ვინც არიან ამ პროექტში ჩართულები და თანამონაწილეები ვინც არიან ამ პროცესების. აი ეს ახალგაზრდები ეხლა ვინც მონაწილეობენ, ამათ ჯერათ, რომ ეს საქმე გარდა იმისა, რომ თვითონ თავისთვის რაღაცა სიახლეებს პოულობენ, საერთო ჯამში რაღაცას ემსახურება, იმ მნიშვნელობას, რაც ამ ქვეყანას ძალიან ჭირდება, ამ ქვეყნის ხელოვნების განვითარებას გადაიყვანს სხვა რელსებზე, უფრო მაღალ ეტაპზე და მიცემს რაღაცას სხვანაირ ბიძგს ამ ყველაფერს. და ეს 15 ნამუშევარი სად წავიღო, არ ვიცი. სად გამოვფინო, არ ვიცი. არ მინდა რომ დავდო საცავში. რაც უნდა კარგ პირობებში იყოს. საცავში დადებული ნამუშევარი, საცავში დადებული ნამუშევარი. მე უფრო მეტმა ადამიანმა მინდა რომ ნახოს ეს. არ არსებობს ქალაქში ელემენტარული სივრცე, სადაც შეიძლება რომ ამ ზომის ამხელა ნამუშევრები გამოფინო. მე ხომ მომავალ წელს თუ გავაკეთე ეს პროექტი და თუ მოვიპოვე ფინანსები, მივიღებ უფრო მეტ ნამუშევარს. იმისთვის სადგამ აქ ადგილი. აი ამაზე ნერვიულობ ძალიან ნერვიულობ. იმიტომ ეს არის რეზულტატი. აი მონოპიესებზე მაგალითად დაწერილი პიესები გამოიცემა, ბიბლიოთეკებში თაროებზე დევს, ონლაინ არსებობს, Facebook-ისა საიტი იქნება, სადაც აიტვირთება ეს პიესები და იქ ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის, მაგრამ ეს ნამუშევრები Is it time yet? Ha! Is it time yet? Dainache. Dainache. 1 2 3. Dainache. 1 2. Dainache. 1. Dainache. Dainache. 3 2 1. Dainache. 2 3. Dainache. Dainache. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11. ვიფიქრე და გადავწყვიტეთ ესეთი რაღაცა, რომ დაველაპარაკოთ დიდ სასტუმროებს და ვთხოვოთ, რომ მუდმივად მოგცენ რაღაც ერთი კედელი, სადაც ყოველწლიურად გამოფენთ ხოლმე სხვადასხვა ნამუშევრებს. ჩვენ ტურისტები ნახავენ, გაიცნობენ ქართულ მხატვრებს. იქნება გაყიდვა, შემოსული თანხა 100% გადაეცემა ავტორს, მხატვარს. და მე არ ვიცი, ალბათ დადგება ის დრო ამ ქვეყანაში, როცა ვიღაცა ამაში გულით და სულით ჩადებს იმ ინვესტიციას უანგაროდ და ხედს შეუწყობს ახალთაობას, ახალგაზრდებს, რომ მათ თავიანთი თავი განავითარონ. შეში დაფრინავს galurjebuli haeris თაზე თეთრ ხალათიან მეტდების თაზე მეღიმება